ჩვენი სიუჟეტის გმირი გორელი სპორტსმენი გიორგი გოგშელიძეა. ევროპისა და მსოფლიოს, ასევე ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი, ახლა მომავალი თაობის აღზრდითაა დაკავებული. მისი მოსწავლების წარმატება კი საკმაოდ შთამბეჭდავია. ჩემთვის ბევრს ნიშნავს ის, რომ აი ეს პატარა თაობა თუნდაც თავის მომავალს რო შენ განდობენ, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს, ასევე ოლიმპიური თამაშების ორგზის გორელმა ჩემპიონმა კარგად იცის, როგორია იბრძოლო დაუღალავად იმისთვის, რომ გახდეთ წარმატებული სპორტსმენი. სწორედ ამ ფორმულით უკვე წლებია გიორგი გოგშელიძე ბევრ წარმატებულ ახალგაზრდა ჩემპიონს თავად ზრდის. რა თქმა უნდა, ვიცი ზუსტად რაც არის გამარჯვების ფორმულა, ვიცი რომ სწორ რასედად გავართ, სწორად მივდივართ. რა თქმა უნდა, ყოველი ახალი წარმატება ჩვენ გვაძლევს იმის თავდაჯერებულობას, იმის წმენას, მეც ასევე ჩვენ სპორტსმენებსაც, რომ ჩვენ სწორად მივდივართ და სწორ გზაზე გავართ. რაც შეეხება სიხარულს, მე ვიძახდი ხოლმე, მე რო ესეთი განცდა მქონოდა ჩემი ასპარეზობის პერიოდში, მე ალბათ ერთ წელზე მეც ვერ ვიჭიტავდი. იმხელა ნერვიულობა თვითონ შეხვედრაზე რა, როცა მით უმეტეს რაღაცა მნიშვნელობის არის შეხვედრები. გიორგი გოგშელიძის მოსწავლეებს ბევრი წარმატება აქვს და საკუთარი ქალაქი არაერთ საერთაშორისო ტურნირზე უსახელებიათ. მათ შორის არის ავთანდილ კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონი, მირიან მაისურაძე მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი, გიორგი მეშვილდიშვილი ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი. გარდა ამისა, სამივე მათგანი ევროპის ბრინჯაოს მედალოსნებიც არიან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიღწეული წარმატებების გარდა გოგშელიძის აღსაზრდელები წარმატებას შიდა ტურნირებში აღწევენ. ჯერ კიდევ გუშინ თორნიკე სამხარაძემ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებელი საგზური გაინახდა. ვერცხლის მედალოსანი გახდა თორნიკე თულაშვილიც. ამ და კიდევ ბევრი წარმატებული სპორტსმენის აღმზრდელი გვიყვება, რომ თითოეული მიღწევა დიდი შრომის შედეგი და კიდევ უფრო მეტი ჩემპიონის აღზრდის мотиваცია. როდესაც თითოეულ შეხვედრას მოიგებენ, თითოეულ მოქმედებას და ტექნიკურ ილეს ჩაატარებენ იმას, რომელიც შენასწავლე, ვერ გადმოგცემთ რა სიტყვებით, რამე სასიხარულოა ეს ყველაფერი. მაშინ ხვდები, რომ თურმე ამის გამო ღირს ცხოვრება რა. ყველა ვინც დარბაზში შემოდის, ყველას უნდა ჩემპიონი. ანუ ვისაც არ უნდა კითხო, მსოფლიო ჩემპიონი ვინა გახდა კი, რა თქმა უნდა, ყველას თავარი ის არის, რაც გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავხდეთ მსოფლიო ჩემპიონი. რაზე ვიტყვით უარს იმისთვის, რომ გავხდეთ ჩემპიონები. მე ვეუბნები იმას, რომ ტალანტები და ნიჭიერები ძალიან ბევრი არიან, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტალანტი არის და საჭირო ტალანტი არის შრომის მოყვარეობა რა. თუ მომყვებიან ბოლომდე და იმ დავალებას ყოველთვის შეასრულებენ, რა თქმა უნდა, ერთად ვიზეიმებთ ყველა. თავარია რაღაცა ცხოვრების პერიოდი, აი ამ ახალგაზრდობის პერიოდში ცოტა გაიჭირვონ, რაღაცებზე უარი თქვან, მერე უკვე შეიძლება რომ დათქმენ ცხოვრებით რა. მე ვარ თორნიკე თულაშვილი, ვარ საგარეჯოდან, ჩამოვედი გორში, რათა მივახციო ჩემ დასახულ მიზნებს. ამ სპორტ კომპლექსში სპორტსმენების დილა ადრე იწყება. თითოეული მათგანის მიზანია ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს. თორნიკე სულაშვილმა გიორგი გოგშელიძის დახმარებით პირველი ნაბეჯი უკვე გადადგა. ახლა ის საქართველოს ვიცე-ჩემპიონია. ახალგაზრდა სპორტსმენი საგარეჯოდან გორში ერთი მიზნისთვის ჩამოვიდა. გახდეს ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. ამცანის მიღწევაში კი გოგშელიძე მისი მთავარი გზამკვლევი იქნება. სურვილი უკვე აიხდინა ანა გოდელაშვილმა, რომელიც ახლა საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ორგზის პრიზიორია.
ვარანა გოდელაშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. ვარ საქართველოს ჩემპიონი 23 წლამდელთა შორის და ევროპის პრიზიორი 2 წელს მის მოსწავლეებს ფენომენალური წელი ჰქონდათ. ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოვიპოვეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე 4 წონიდან 2 წონაში ჩვენმა ბიჭებმა ფინალი იჭიდავეს, 1 ოქრო და 1 ვერცხლი მოვიპოვეთ. პარიზის ოლიმპიადიდან არ დავბრუნებული ვართ მედლის გარეშე რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა, არამედ ეს ყველაფერი გიო მასწავლებლის დაუღალავი შრომის და თავდადების შედეგია. დღეს რომ აქ ვარ და რასაც მივაღწია წლების მანძილზე მხოლოდ მისი დამსახურება, ჩემი მედლები და წარმატებები მისი მიღწევებიც არის. ვეცდებით რომ გიორგი მასწავლებელს დაუფასოთ ეს შრომა ჩვენ დამი გადმოცემული და ვეცდებით ყველა რომ გავხდეთ ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები და მეც რა თქმა უნდა სურვილი მაქვს რომ გავხდე ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი და ჩვენ გვჯერა ყველა ჩვენთაგანს რომ მაქსიმალურ შედეგს მივიღებთ გიორგი მასწავლებელთან ვარჯიშით. იქამდე ვიდრე გიორგი გოგშელიძის ახალი თანამედროვე სტანდარტების ჭიდაობის დარბაზი გაიხსნება, ამ დარბაზში ბევრი წარმატებული სპორტსმენი იზრდება. საქართველოს და გურის მუნიციპალიტეტის სახელი კი მსოფლიო სპორტის ისტორიაში ამ კედლებში აღზრდილი არაერთი წარმატებული სპორტსმენის მიღწევებით ჩაიწერა.